ეხლა გაჩნია რომელი სტატში ხარ დაბადებული. ჩემი, ანუ მე ინდოეთის ჩრდილოეთის სტატია, ერთ-ერთი დელის მერე გამოდის ეს სტატი და ჩვენი სტატი ში უფრო ძალის მიერი თამაშები უფრო უყვართ. თუ ოლიმპიაში 5-10 მოთამაშე წავა, იქიდან 8 ჩემი სტატიდან არის და ჭიდაობა და ეგეთი თამაშები უყვართ. მაგრამ მე განსაკუთრებულად კრიკეტს მიყვარს. უნდა მეკითხა. სულ ხედავ ხოლმე იპოდრომზე კრიკეტს თამაშობ. კი, ეს ძალა იქ არ ჭირდება, იქ ძალიან ტექნიკური თამაშია, ну ბრიტანელების მოგონილია ეს კრიკეტი და gentleman's game ქვია მაგას. ძალიან ნაზად და ძალიან ტექნიკურად უნდა თამაშო. რა განსხვავებაა კრიკეტსა და ბეისბოლს შორის? ბეისბოლი არის ძალა. უნდა უკურა და უნდა დაარტყვა. კრიკეტში ძალა არ არის. კრიკეტში იმიტომ რომ ისვრიან ის კრიკეტის ბურთი, იმ ბურთით თამაშობ. შეიძლება ბურთი გადმოხდე და ის გარე წავიდე. ანუ ვინ სვრის მაგისი იმაზეა რა. შეიძლება ბურთი შიგნით მოვიდე, სწრაფად წავიდე. ანუ ტექნიკურია ეს. არ არის პირდაპირ მოვა. არა, ესე არ არის. რა დონეზე თამაშობთ? სტატში მითამაშია. ნუ ინდოეთის კრებამდე ერთი ნაბიჯი დარჩი. რა მაგარია. და ჩვენთან თქვენ შვილებს კი ეცოდინებათ წრეში ბურთი და ხუჭობანა. კი, ყველა ეს მეც დახუჭობანა, წრეში ბურთი და ინდოეთში ისიც იყო რგვალი ბურთები რო არის შუშის რაღაცა. სათკაცუნოდ როა, რო და დაარტყა. მაგას თამაშობდი. ბევრნაირ თამაშობდი მაგათ ესე ზევიდან. ბევრნაირ თამაშობდი, იყო რაღაცა ხვები, პატარა ხვები, აწი და ეხლა Squid Game-ში თუ გინახია. Squid Game-ში რასაც თამაშობ, ეს ჩვენი ბავშვობის თამაშია. ანუ ეს ეზიური თამაშებია. იაპონელები, ინდოელები, კორეელები თამაშობს იმ თამაშს. ეს ყველაფერი რო დაარტყა მენძევიდან. ეს ყველაფერი გვითამაშია ბავშვობაში. ანუ Squid Game-ში რო ვიქნებოდი, შეიძლება იქ გასავიდოდი. მოგიგოთ კიდეც, ხო? ყველაფერი მითამაშია, რასაც Squid Game-ში თამაშობდნენ. ეს ხო იყო ზევით აწია და მე აიგებდნენ. ეს ყველაფერი ჩვენი ბავშვი.